სატურნი მშვილდოსანში. მშვილდოსანი ჩვენთან ის არის დიდი გაფართოება, სწავლა, განათლება, კანონები მაგალითად, ეს არის უმაღლესი განათლება ასევე და სატურნი აქ ქმნის სტრუქტურას. მას ჭირდება საკმაოდ მყარი სტრუქტურა, მაგალითად შეიძლება გამოვლინდეს ყველაზე აქტიურად, როგორ არის ეს ადამიანი ძალიან მკაცრად იცავდეს კანონებს, მაგალითად ღირებულებებს, ხო სადღაც, ოღონდ ზოგჯერ სატურნი გაჭედავს ხოლმე ამ ღირებულებებში, აი ზედმეტად პრინციპები ხდება აქ ამ მიმართულებით, თუმცა შეუძლიათ ძალიან კარგად დაიცვან რაღაცა სწორი, რაც არის მათთვის, აი რაც მიაჩნიათ ღირებულებების კუთხით რაღაც სწორი, იმას ძალიან მკაცრად დაიცავს. სწავლობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის სატურნის ფუნქცია, ახლა მშვილდოსანი ჩვენთან ეს არის უცხოეთი, ეს არის განათლება, უმაღლესი განათლება, მკაცრად, ძალიან დისციპლინირებულად შეიძლება ისწავლონ. სულ, აი, საზღვარგარეთ, მაგალითად, რამდენიმე დიპლომი აგროვონ. თუ არ სწავლობს ეს ადამიანი, ან თვით შეფასება გარკვეულწილად სატურნული, ხო, აი სწავლას გულისხმობ, რომ აი რაღაცაში, რაშიც მე მაგალითად მუშაობ, რამდენად მაქვს ამისთვის გამამყარებელი ცოდნა, იმიტომ რომ სატურნი ეს არის სტრუქტურა და მშვილდოსანი ეს არის განათლება და თუ აქ სტრუქტურა არ არის, თუ არ არის აქ ფორმა, რომ აი მაგალითად მე რასაც ვაკეთებ, იქ ზურგს რაღაც უნდა მიმაგრებდეს, ხო, ეს სატურნული პრინციპი არის და აქ უნდა იყოს განათლებისთვის, აი რაღაც ესეთი დიპლომი, ცოდნა მაქანონი, ან ფურცელი მაქონდა ეს ამ ფურცელში უნდა იყოს შრომა ჩადებული, ენერგია, დრო მაგალითად, ხო? აი აქ შემოდის თვითღირებულების შეგრძნება. ძალიან ხშირად მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად მაგალითად, იმიტომ რომ მშვილდოსანი ეს არის გაფართოება და სატურნი აქ ქმნის სტრუქტურას მაგალითად, რომ აი მაგალითად სხვა ქვეყანაში უნდა მივიღო ეს განათლება, სადაც ყველაზე ესეთი ცენტრი შეიძლება იყოს, ხო? საგანმანათლებლო კუთხით. რომ ნებისმიერი დიდი გაფართოვება ძალიან დიდი შრომის ფასად მიჩნდება. იმიტომ რომ მშვილდოსანი ეს გაფართოება არის, სატურნის შრომა არის და დრო არის, ასაკი არის, ხო? და ხშირად შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ აი უამრავი ცოდნის და დიპლომების მიუხედავად, თითქოს ხო აი არა და არ მოვიდა ჩემი დრო, არა და არ მოვიდა ჩემი იղბალი. იმიტომ რომ სატურნი ქმნის, სატურნის მშვილდოსანში ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ჩადოს ენერგია იმაში, რაც რეალურად შედეგს დაუდებს. ოღონდ ეს ძალიან დროში იწელება ხოლმე, როგორც წესი. სატურნი ცოტათ ლოკავს უცხოეთს, რაღაცა შეფერხებები შეიძლება ზოგჯერ იყოს, არა ყოველთვის, ხო? ახლა ვისაც მაგალითად არ აქვს ეს შეზღუდვა, შეიძლება საერთოდ პრობლემა არ ქონდეთ. ან საზღვარგარეთ მიდიან უფრო საქმიანი კუთხით.